სურსათი წამლები და საწვავი ამ სამი მიმართულებით ფასების შემცირებაზე საპარლამენტო კომისია მუშაობას იწყებს. კომისიას უმრავლესობის დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელებს. მანამდე კი გუშინ ბოლო შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. პრემიერ-მინისტრი ამჯერად საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და დაინტერესდა, რამდენად ჯანსაღია ბაზარზე კონკურენცია და არსებობს თუ არა ფასის კლების რესურსი. შეხვედრების დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ შემაჯამებელი კომენტარიც გააკეთა. Თლიანობაში იცით, რომ მთელი სამუშაო პროცესი წარიმართება აპრილის ბოლომდე, თუმცა ჩვენ არ ველოდებით, რა თქმა უნდა, აპრილის ბოლოს და იმედი გვაქვს, რომ მანამდე დადგება შედეგი. რა თქმა უნდა, არის რთული საკითხი. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან და ასევე ავტოსადგურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ევროპასთან შედარებით ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არის გარკვეული სივრცე ფასების შემცირებისთვის. დანარჩენი გაგრძელდება ბუნებრივია პროცესი და კიდევ უფრო საინტერესოა, რა თქმა უნდა, სურსათზე ფასები და ამ ფასების შემცირება. აქაც გამომდინარე შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის. ამაზე გაგრძელდება მუშაობა, მათ შორის პარლამენტი ჩაერთვება თავის კომისიით სამუშაო პროცესში, მთავრობა განაგრძობს მუშაობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალურ პასუხისმგებლობას.